ონკოლოგიური საავადმყოფოდან თანამშრომლებს უშვებარ ხელშეკრულება უკვე შეუწყდა 25-მდე ადამიანს. ადმინისტრაცია სტრუქტურული ცვლილებებით გამოწვეულ შემცირებებზე საუბრობს, გათავისუფლებული თანამშრომლები კი სამსახურში აღდგენას და კომპენსაციებს ითხოვენ. სხვა შემთხვევაში კი სამართლებრივი დავის დაწყებას აანონსებენ. ფინანსური საკითხების გამო ადმინისტრაციასთან პრეტენზიები აქვთ მოქმედ თანამშრომლებსაც. ერთ წელიწადში 8-ჯერ გადაწიეს ხელშეკრულება თვითნებურად. ჩვენ არაფერზე ხელი არ მოგვიწერია. ერთთვიანი ხელშეკრულებების ამოწურვის შემდეგ ონკოლოგიური საავადმყოფოს 25-მდე თანამშრომელი სამსახურის გარეშე დარჩა. ექთნები და სანიტრები კომპენსაციასთან ერთად ხელფასის 4-თვიანი დავალიანების დაფარვასაც მოითხოვენ. ვეკითხები, რის საფუძველზე გამანთავისუფლეთქო? დირექტორმა ასე მითხრა, მე თქვენ არ გიცნობთო. როგორ გამიცნობს დირექტორი, როცა თვითონ სამსახურში არ დადის? ჩემი მოთხოვნა არის სამსახურში აღდგენაც და თუ არ აღმადგინეს, კომპენსაციას ვთხოვობ. ხელფასს რატომ არ მაძლევენ? 4 თვის ხელფასი ასაღები მაქვს. ჯერ რატო გამანთავისუფლეს? ხო შეიძლებოდა სადმე გადავეყვანით. სახელფასო დავალიანებაზე საუბრობენ მოქმედი თანამშრომლებიც. ახალი წლის პერიოდში მათი განცხადებით მხოლოდ აგვისტოს ხელფასი დაირიცხა. ექიმების ნაწილი ფინანსურ პრობლემებს მენეჯმენტის არაეფექტურ მუშაობას უკავშირებს. მედიკოსთა ინფორმაციით კლინიკის ადმინისტრაცია ჯანდაცვის სამინისტროში თანხის გამოსაყოფად საჭირო დოკუმენტაციას დროულად არ აგზავნის, რის გამოც ხელფასი გვიანდება. სწორი მენეჯმენტის პირობებში ამას ხაზს უსვამს ჯანდაცვის სამინისტრო. უნდა მოხდეს ხელფასების დროულად ანაზღაურება და არ შეიძლება რომ თანამშრომლებს არ ქონდეთ 4 თვის ხელფასი აუღებელი. ბოლო 2 თვის განმავლობაში რაც ხელფასი ავიღე 50 და 60 ლარია. ავადმყოფები არ არისო. თუ არ არის ჩვენთვის 50 ლარ ხელფასს მე რომ აძლევენ თვითონ ათასებს რატო იღებენ? ონკოლოგიის ეროვნული ცენტრის დირექტორი შემცირების მიზეზად სხვადასხვა განყოფილების გაერთიანებას ასახელებს და ამბობს, რომ სახელფასო დავალიანება აუცილებლად დაიფარება. მოქმედი თანამშრომლების ბრალდებების საპასუხოდ კლინიკის დირექტორი აცხადებს, რომ სამედიცინო დაწესებულება საკუთარი სახსრებით თანამშრომლებისთვის ხელფასის დროული გადახდა არ შეუძლია და ის ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გამოყოფილ თანხებზეა დამოკიდებული. სრულად ვარ დამოკიდებული სამინისტროს მიერ ჩარიცხულ თანხებზე. და სამინისტროს თანხების ჩარიცხვა შესრულების ხდება გარკვეული ვადის განმავლობაში. ანუ მათ აქვს განხილვის გარკვეული პერიოდი, ეს არის 60 სამუშაო დღე და შემდეგ კიდევ 10 სამუშაო დღე. თემას ჯანდაცვის სამინისტრო წერილობით გამოეხმაურა. მათი განმარტებით კლინიკას თანხებს დაწესებულ ვადაში ურიცხავენ. ხელფასების პრობლემის მოგვარება კი მთლიანად მენეჯმენტის პრეროგატივაა. სპეციალისტების აზრით, თუ კი დაწესებული ვადები კლინიკების მენეჯმენტს ხელფასის დროულად გაცემაში ხელს უშლის, მათ სამინისტროს არსებული სტანდარტის გადახედვის თხოვნით უნდა მიმართონ. უფრო კარგი იქნება თვითონ სამედიცინო დაწესებულებების მენეჯერებმა დასვან ეს საკითხი, ერთობლივად უნდა იყოს განხილული, რატომ მართლა 60 დღე და არა რატომ არა 50 დღე, ან რატომ არა 7 დღე. საერთაშორისო ფონდ კურაციოს კვლევის თანახმად კლინიკების მენეჯერთა თითქმის 67% მიუთითებს, რომ მისი სამედიცინო დაწესებულებისთვის თანხების დარიცხვა ოდნავ ან მნიშვნელოვანი დაგვიანებით ხდება. 2015 წლის დასაწყისში ამ პრობლემაზე მენეჯერთა მხოლოდ 38% საუბრობდა.